ხშირად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარდეთ პიროვნულად თუ პროფესიულად, მაგრამ ამ ყველაფერს თუ არ ექნება სტრუქტურა, ძალიან გაგვიჭირდება, ან ნელი ნაბიჯებით მოგვიწევს წინსვლა. პიროვნული სტრუქტურა და ბიზნესის სტრუქტურა განყენებულად და ცალ-ცალკე არ არის. ყველაფერი იწყება ჩვენი პიროვნული სტრუქტურით და შემდგომში უკვე აღნიშნული გადაგვაქვს ბიზნესში. როდესაც ადამიანები ვცდილობთ კონკრეტული ბიზნესკენ სვლას, ამისათვის პირველ რიგში ვამზადებთ საკუთარ თავს, მორალურად, კონკრეტულ მიზნებს ვუსახავთ, რის მიხედვითაც ჯერ ჩვენ თვითონ საკუთარ თავს ვავითარებთ, იმ კონკრეტულ თვისებებს ვავითარებთ, რომელსაც უკვე შემდგომში პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში უჭირავს ძალიან დიდი როლი. ზოგადად რომ ვთქვათ, რა არის სტრუქტურა? სტრუქტურა ეს არის კონკრეტული, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვაერთიანებთ თითქოს ვაბამთ, აი გადავმის კუთხით ვაბამთ ერთმანეთს და უკვე ამის შემდგომ ვღებულობთ ერთიან ორგანიზმს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ განყენებულად არასტრუქტურირებულ ადამიანზე და სტრუქტურირებულ ბიზნესზე. მას შემდგომ რაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მთლიანად არის ერთიანი ეკოსისტემა, თუ კი თეო პიროვნულად არის ქაოტური ადამიანი, არასტრუქტურირებული ადამიანი, ვერ ექნება სტრუქტურირებული ბიზნესი და ის ვერანაირად ვერ იქნება სტრუქტურირებული ბიზნეს სტრატეგი, ხო? როდესაც ადამიანები ამ ყველაფერს ვითავისებთ პიროვნულ დონეზე, შემდგომში უკვე ძალიან მარტივია მისი სხვადასხვა სფეროში გადატანა. პიროვნული განვითარება არის ის, რაზეც გადის ამ სამყაროში ყველაფერი.